ირანმა დღეს პირველად მიაყენა დარტყმა დიდ ბრიტანეთს და ოფიციალურად თავდასხმებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამერიკის სანქციებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა დაანონსა ეკონომიკური ომის ახალი ფაზის ფარგლებში. ამასობაში თავად ამერიკის პრეზიდენტმა უკვე მეორედ ამ კვირაში არმუზის სრუტე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოაცხადა. დღეს გახდა ცნობილი, რომ ირანის რეჟიმთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგურის მუშაობა 4 დღით შეაჩერეს. და ეს გახდა სიგნალი იმისა, რომ შემდეგ შეიძლება მხოლოდ უარესი მოხდეს, რადგან ამავე პერიოდში ირანელებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მინიმუმ 12 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაარტყეს. ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე აშენებენ სპეციალურ გამაგრებებს ნავთობპროდუქტების რეზერვუარების გარშემო, რათა დაიცვან ისინი ირანული უპილოტო აპარატების თავდასხმებისგან. ამიტომ ამჟამად რეგიონში არაფერი გავს მშვიდობისთვის მზადებას. უფრო მეტად ეს არის მომდევნო ესკალაციისთვის მზადება. თუმცა ასე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ირანის რეჟიმის შიგნით აშკარა განხეთქილებაა. ეს განხეთქილება საჯარო გახდა, რადგან პრომილიტარისტული ფრთა საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა ომის გაგრძელება და ესკალაცია. ირანის პრეზიდენტმა დღეს პირველად განაცხადა, რომ აუცილებელია სასწრაფოდ ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ დაინგრევა. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. ასე რომ ირანი ყველანაირად ცდილობს ომიდან გამარჯვებულის პირობებით გამოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეირანი მზად არის შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი მასენ რიზაი კაცრი ხაზის მხარდამჭერმა თეირანის მეზობლებს შედეგებით დაემუქრა. თუ ისინი შეუერთებიან აშშ-ის ახალ კამპანიას, რომელიც მიმართულია ირანის ეკონომიკის დასუსტებაზე. ასევე მან დაადანაშაულა შეერთებული შტატები გლობალური ბირთვული არასტაბილურობის გამწვავებაში, მრავალთვიანი ომის გამო. რეზაის თქმით, ირანი დაამიზნებს თავის დარტყმებს ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტებზე სპარსეთის ყურიდან, ჰორმუზის სრუტის ალტერნატიულ მარშრუტებზე. თუ მეზობელი ქვეყნები შეუერთდებიან აშშ-ის ეკონომიკურ ომს ირანის წინააღმდეგ. ამ ქვეყნებს თეირანი თავის მტრებად ჩათვლის. აქ საუბარია პირველ რიგში ბობ ელ-მების სრუტეზე წითელ ზღვაში. ასევე იმაზე, რომ აშშ-მ ნაწილობრივ მაინც შეძლო ნავთობის მიწოდების აღდგენა სპარსეთის ყურედან. კერძოდ იუწყებიან, რომ მოცულობები უკვე მიაღწია დაახლოებით იმ ოდენობის ნახევარს, რაც ომამდე იყო. და როგორ ხდება ეს? ღამით, ამერიკელი სამხედროების თანხლებით, ომანის სანაპიროს გასწვრივ, ტანკერები შედიან და გამოდიან ჰორმუზის სრუტეში. რიზაიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება იმავე ომანთან, რომელიც სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს, ამ წყლის გზის მართვის საკითხს. ირანმა დაამყარა კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც საერთაშორისო წყლის გზად ითვლება, მალევე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, 28 თებერვალს. თეირანი სურს დააწესოს გადასახადი გემების ამ სრუტით გავლისთვის. და აი რიზაიმაც დაპირდა, რომ ირანის დიპლომატიაში ცვლილებებს შეიტანს და განაცხადა, რომ გამოიყენებს ახალ შესაძლებლობებს, როგორც თავად თქვა, შემდეგ ომში. ანუ გაჩერებას ის არ აპირებს. მან გააფრთხილა აშშ-ს დამატებითი სამხედრო პერსონალის რეგიონისკენ გაგზავნის არამიზანშეწონილობაზე და განაცხადა, რომ აშშ-მა გააუარესა ბირთვული არასტაბილურობა. რადგან სხვა ქვეყნები ხედავენ, რომ მონაწილეობა საერთაშორისო მონიტორინგის ღონისძიებებში, ისე როგორც ამას ირანი აკეთებდა, არ იძლევა თავდასხმისგან დაცვის გარანტიას. აქ მინიშნება იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვუშვებდით მაგათეს ინსპექტორებს, ისინი ჩამოდიოდნენ, ამოწმებდნენ, თითქოს ადასტურებდნენ, რომ ჩვენ ბირთვულ ბომბს არ ვამზადებდით, მაგრამ მაინც დაგვესხნენ თავს. შესაბამისად, შემდეგ ჯერზე სხვა ქვეყნები დაფიქრდებიან, ღირს თუ არა ინსპექტორების დაშვება, თუ ეს მაინც არაფერს ცვლის. გავიმეორებ, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა ამ თვეში რეზაი დანიშნა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. კადრების დანიშნის სერიის ფარგლებში, რაც მიუთითებს თეირანის პოლიტიკურ და სამხედრო პოზიციის სიმკაცრეს. ამასობაში ეგვიპტისა და ირანის დიპლომატები განაგრძობენ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესაძლებლობის განხილვას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ აბდელ-ატის აცნობა, ციტატა, ირანის შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე მოლაპარაკებების დროს და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ანუ არაქჩი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი წინააღმდეგი არ იქნებოდნენ მოლაპარაკებებში დაბრუნების.
ასევე არაქჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის არმიის მთავარსარდალ ასიმ მუნირთან და ფაქტობრივად სთხოვა მას, როგორმე მიაწვდინოს ხმა ტრამპს, რომ ის დაბრუნდეს მოლაპარაკებებში. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაპირდა ირანზე ზეწოლის გაძლიერებას, უპრეცედენტო სანქციებით, თეირანის ეკონომიკური იზოლაციის მიზნით. ვაშინგტონი გეგმავს ორშაბათს, 24 აგვისტოს, გამოაქვეყნოს ახალი სანქციების დეტალები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაანონსა, რომ ეს იქნება ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები, რომლებიც ირანის ეკონომიკას აუცილებლად ჩამოშლის. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანი უკვე მრავალი წელია სანქციების პირობებში ცხოვრობს და ამასაც კი სხვა ქვეყნების წინააღმდეგობის გარეშე ახერხებს. არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის წარმატებით გაძლიერება. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ასევე აფრთხილებენ, რომ გაურკვეველია შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები ირანის სავაჭრო კავშირების სრულად გაწყვეტას მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი თაობის განმავლობაში არსებობს გეოგრაფიული სიახლოვის გამო. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში ყველაფერი დამოკიდებულია აშშ-ის პოლიტიკის დეტალებსა და მისი განხორციელების დონეზე. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ზოგადი საჯარო მუქარებია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე შედეგს გამოიღებს. საჭიროა რეალური ქმედებები უცხოური ბანკის ან უცხოური კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ირანელებთან მუშაობენ, რათა მესამე ქვეყნებმა რეალურად დაინახონ და გაიგონ, რის წინააღმდეგ არის მზად ტრამპის ადმინისტრაცია ზომები მიიღოს. აქ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ცუდი არ იქნებოდა მაგალითად ჩინეთში ერთ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე სანქციების დაწესება, რომელიც აგრძელებს სწორედ ირანული ნავთობის გადამუშავებას და მხოლოდ ერთი ჩინური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც ეხმარება ამ ნავთობის გადახდებში. მაშინ გასაგები გახდება, რომ უკეთესია არ ითამაშო. უკეთესია მართლაც შეწყვიტო თანამშრომლობა ირანთან. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ მუქარებია, მაგრამ სხვათა შორის ერთიანი პოზიცია თვითონ ირანშიც არ არსებობს. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პიზიშკიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ირანი ვერ შეძლებს სამუდამოდ ომის გაგრძელებას. ამიტომ საჭიროა მოლაპარაკებებზე დაბრუნება. თეგერანში გამართული ორი გამოსვლის დროს კეკვირას პიზიშკიანი იცავდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ივნისში მიაღწიეს. მიუხედავად ირანის უზენაესი ლიდერის მაჯდებე ხამენაის სავარაუდო შეშფოთებისა, რომელიც პირიქით, თუ ის ნამდვილად ცოცხალია და ქმედუნარიანია, აცხადებს, რომ თითქოს არ ღირს, ამ იდეაზე დაბრუნებაც კი არ ღირს, მაგრამ პიზიშკიანი კვირას შემდეგს აცხადებს, ციტატა: ერთ დღეს აუცილებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ქვეყანას ომისა და მშვიდობის შუა მდგომარეობიდან იხსნის. ყველა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, თვლის, რომ მემორანდუმი საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. ამ მემორანდუმის განხორციელება საშუალებას მოგცემს პრობლემები ლოგიკურად და ღირსეულად გადავჭრათ. ირანის პრეზიდენტი არაერთხელ აფრთხილებდა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე კონფლიქტის შემთხვევაში შეერთებულ შტატებთან, რაც ზოგჯერ უთანხმოებებს იწვევდა ქვეყნის ხელმძღვანელობის უფრო რადიკალურ წარმომადგენლებთან. კიდევ ერთი ციტატა პიზიშკიანისგან: ჩვენ ხალხის მხარეს უნდა ვიყოთ. თუ ვერ შევძლებთ, მას ვემსახუროთ და დავარწმუნოთ, რომ ყველა ერთ მიწასა და ერთ ქვეყანას ვეკუთვნით. მაშინაც კი თუ უდიდესი სამხედრო ძალა გვექნება, დამარცხებას ვიცნობთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო მომენტი გაჩნდა, რომელიც რეალურ გახლეჩას მიუთითებს. რადგან მსგავს პოზიციას, პიზიშკიანის მსგავს პოზიციას დაუჭირა მხარი აგრეთვე აიათოლა საიედ ჰასან ჰამეინიმ. ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის რუჰოლა ჰამეინის შვილიშვილი. მან განაცხადა, ციტატა: ზოგჯერ გონიერი კომპრომისი შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოიტანოს, ვიდრე ასობით ომი. და აი კომენტატორები აღნიშნავენ მზარდ დისკუსიას ხელმძღვანელობას შორის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ირანმა მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან უნდა აწარმოოს, სანამ ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ხოლო უსაფრთხოების აპარატში მკაცრი ხაზის მხარდამჭერები საერთოდ აგრძელებენ ნებისმიერი დიალოგის უარყოფას და სწორედ რადიკალურმა ფრთამ უკვე ახალი შეტევა წამოიწყო. კერძოდ, ირანის რეჟიმთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად 4 დღის განმავლობაში შეაჩერეს ელექტროსადგურის მუშაობა დიდ ბრიტანეთში. The Telegraph-ის ინფორმაციით ეს არის პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც ირანელ კიბერდამნაშავეებმა შეძლეს მსგავსი ობიექტის მუშაობის შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში და სავარაუდოდ ეს არის მათი ყველაზე წარმატებული მსგავსი ტიპის შეტევა. ბრიტანელი ჩინოვნიკები უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე უარს ამბობენ და ასახელონ კონკრეტულად რომელი ელექტროსადგური იქნა შეჩერებული, თუმცა ცნობილია, რომ ობიექტი
4 დღის განმავლობაში არ მუშაობდა. სანამ სპეციალისტები ცდილობდნენ მისი მუშაობის აღდგენას. ითხოვინებიან, რომ საწარმო შედარებით მცირე იყო, ამიტომ მისი დროებითი გაჩერება არ ასახულა დიდ ბრიტანეთში საერთო ენერგომომარაგებასა და ელექტროენერგიის წარმოებაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შემაშფოთებელი სიგნალია. ირანსაც შეუძლია კიბერშეტევებით ელექტროსადგურების გათიშვა. მით უმეტეს, რომ The Telegraph-ის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა იმავე დროს, როცა ივლისში აშშ-ის 12 შტატში წყლის მომარაგების ობიექტებზე კიბერშეტევების მთელი სერია განხორციელდა. აშშ-ში ბოროტმოქმედებმა ათეულობით განწმენდ ნაგებობაზე განახორციელეს შეტევა, რაც გამოიწვია დატბოროები, წყლის წნევის ვარდნა წყალმომარაგების ქსელებში და ადგილობრივ ხელისუფლებას აიძულა მოსახლეობისთვის ეთხოვა, რომ წყალი მოხმარებამდე აუცილებლად მოეხარშათ. პირველი გატეხვის შემთხვევები დაფიქსირდა მინესოტაში 26 ივლისს, რის შემდეგაც მსგავსი შემთხვევები მოხდა მიჩიგანში, ჯორჯიაში, სამხრეთ დაკოტასა და ნიუ-ჯერსიში. მოგვიანებით აშშ-ის მთავრობამ დაადასტურა, რომ თავდასხმა თეირანიდან მოდიოდა. ასე რომ, როგორც ხედავთ, ომი უბრალოდ ახალ ფაზაში გადადის. ამერიკელები ეკონომიკურად ზეწოლას ურთ და ირანელები, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მეზობლების დაშინებას ცდილობენ, არამედ მასშტაბური კიბერთავდასხმების დაწყებასაც აპირებენ. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას დროებით.